ირაკლი ალასანიას ხმაურიანი განცხადება და შეფასება, რომელიც ახალმა მემარჯვენეებმა დაიმსახურეს, გადაცემა პირდაპირ საუბრის სტუდიაში თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა დავით გამყრელიძე და მისი გუნდი ნაციონალური მოძრაობის დამატებად მოიხსენია. დავით გამყრელიძე კი ოპონენტს შინაგან კულტურას და ეთიკას უწუნებს, თუმცა კოპალიანი რეპორტაჟს უკვე ამზადებს და დაახლოებით 2 საათ ნახევარში ნახავთ. Ქონდა შეხვედრა ბატონ დავითთან, როდესაც ვიყავით ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე, ესეთი რამე იქ ნამდვილად არ უთქვია. თუმცა მე აბსოლუტურად იგივე პასუხს გაგცემთ, რა პასუხიც გავეცი, იგივე ქრისტიან დემოკრატების ერთ-ერთ შემოტევას, მორიგ შემოტევას პარლამენტში. მე საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ, რომ უპასუხო ნაციონალური მოძრაობის დამატების და გაგრძელებების განცხადებებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნაციონალური მოძრაობის თუ რამე აქვს ჩემთან სათქმელი, პირდაპირ ეთერში გამოვიდნენ თქვან. არ ჭირდება თუმცა ის თქვენ პარტნიორები იყვნენ ბატონო ირაკლი სულ ცოტა ხნის წინ. იყვნენ, რა თქმა უნდა და მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, იმით რა ნაბიჯიც გადადგენ, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია, მათი ნაბიჯია. თითოეული ადამიანი და პოლიტიკოსი საუბრის დროს, შეფასებების დროს თავის შინაგანი კულტურით და საკუთარი ეთიკის ნორმებით ხელმძღვანელობს. მე მაქვს ჩემი ეთიკის ნორმები და სტანდარტები. ჩვენ ახალი მემარჯვენეები ჩვენს ყოფილ პარტნიორებზე ან კარგს ვლაპარაკობთ, ან არაფერს. ამ შემთხვევაში მე ირაკლი ალასანიძე არაფერს არ ვიტყვი.